საღამომშვიდობის მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო 7 საათია და არის ფიქრობ ახლა შევიდ და ამოვიღე ავტომანქანიდან და რამეს მეშინია უბრალოდ ვყიდი ამას რომ იცოდეთ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ რაც შეეხება გადაცემას საქართველოს ფანოღი 3 დაიწყო არაჩვეულებრივი ტურია არაჩვეულებრივი პაროდიის ტური და ვიმედოვნებ რომ დღეს ძალიან დიდი აქცენტით უნდა იყვნენ ჩვენი ბიჭები ვახო ბიჭიკაშვილს წარმოგიდგენთ რა თქმა უნდა და ნიკოლოზ არაბიძეს ულამაზესი ჟიურის თავმჯდომარე ჩვენი მშვენება ნინო ჭყეიძე და რა თქმა უნდა დღეს ყველას გაგეხარდებათ ვიცი იმიტომ რომ მაგ დღეში ვარ ზუსტად მეც საყვარელი უსაყვარლესი უნიჭერესი გიო ყუძიშვილი მადლობა გიო რომ მოვზანდი ჩვენთან ერთად იმედი მაქვს რომ გვაგევნებდით ალყურს ძალიან პოპულარული პროექტი შედგა და გამოვიდა თავისთავად და უკვე მესამე სეზონს თავაზობ ჩვენს ტელემაყურებელს ასე რომ თავს აღარ შეგანწყეს მით უმეტეს მატყობინებენ რომ კლიენტი გამოუჩნდა ამ ნივთს და მე მივხედავ ამ ყველაფერს მანამდე კი დაგიტოვებთ ნელი მანჩხაშვილ სცენაზე აპლოდისმენტები ნელი მანჩხაშვილი, ჩემო ჟიურის წევრებო, მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ უმჯობესი იქნება, რომ თქვენს რომ არ დაიბნეთ ხოლმე, თქვა ვის პაროდიას მიხვდით, ხო?
მოგესალმებით. დღეს ვფიქრობ ძალიან საინტერესო ტური გველოდება წინ და სახალისო, რაც მთავარია, იმიტომ რომ არის პაროდიის ტური და ამ შემთხვევაში ნიკა და ვახო, რა თქმა უნდა, უფრო კომპეტენტურები იქნებიან და მე ასპარეს მათ უთმობ. ანუ პირველი მე ვფიქრობ, რომ აღარ გავაკეთებ დღევანდელ ტურში კომენტარს, მაგრამ ამ შემთხვევაში დავარღვევ ამ ჩემს მიერ მოგონილ წელს და ვიტყვი, რომ დალი კარგი იყო, ქაბატონ დალი კარგი იყო. ნელი უკაცრავად, მაგრამ მე დაგეძახა უფრო საინტერესო იქნება. მე დამაკდა ხასიათი აი იმ პაროდიის ის სიხალის, რაღაც ცოტა მძიმე იყო, ანუ ჩემი გადმოსახედიდან ცოტა მძიმე და ძალიან გადაბმული ფრაზები იყო, რაც ამ სიმღერას არ უხდებოდა ბოლო კუპლეტში განსაკუთრებით. ცხრიანს დაგიწევ. 9 ქულა, დიდი მადლობა ნინოს. ვახო. მოგესალმებით ქაბატონო ნელი ნუკრი. მშვენიერი იყო. უბრალოდ ქაბატონი ნუკრი უფრო ემოციური შემსრულებელია და ძალიან მოუხდებოდა თუ უფრო მეტ უტრირებას გააკეთებდით ამ ხაზით. თუმცა შესრულებას დაუწერ 9-ს, მაგრამ მომეწონა, მიყვარს ეს სიმღერა ძალიან და ამ სიმღერის სიყვარულიდან გამომდინარე დაუწერ 10-ს. 10 ქულა, გაიხარე, დიდი მადლობა. გიო, მოგესალმებით. ვიცი რომ რთულია, მაგრამ უნდა შეაფასო. არა, მოგესალმებით, ძალიან კარგი პროექტია საერთოდ მე ვადევნებ თვალყურს და მე დღეს ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ, იმიტომ რომ აი არაპროფესიონალებს უსმენ და მე მინდა ვთქვა ესეთი რამ, რომ ეს ძალიან რთული შესასრულებელი სიმღერაა, იმიტომ რომ ნუკრის ხმა ჩარჩენილი მაქვს ყოველთვის და მე ქალბატონელის ვეუბნებით რომ დღეს ძალიან მომეწონა თქვენი შესრულება. ეს პაროდია არ იყო, ეს იყო ნამდვილი სიმღერა, გემრიელი, კარგი, რომელიც და მე გიწერთ 10-იანს. 10 ქულა გადასარევი, მადლობა გიო და ნიკოლოს, შემოგეულოს ჩემი თავი. დიახ, მეც ვიტყვი ორ სიტყვას, უბრალოდ ნამდვილად ვეთანხმები ჩემს კოლეგებს იმაში, რომ ცუდი ნამდვილად არ იყო, კარგი იყო, თუმცა რაც შეეხება იმას, რომ ეს პაროდია რამდენად იყო, ამაში შეიძლება ცოტა ვიკამათოთ. თუმცა ეს ძალიან ცუდი არ იყო. ნამდვილად მე 9-იანს დაგიწერთ დღეს. 9 ქულა. მე მგონი არ იყო ურიგო შეფასება, წარმატებას გისურვებ ჩემო კარგო და რა თქმა უნდა წარმოგიდგინოთ შემდეგი კონკურსანტი, რომელიც ბუბა კიკაბიძის პაროდიას შეეცდება რომ გააკეთოს და ვნახოთ ოთარ ხუტუაშვილი როგორი ბუბა იქნება. გთხოვთ? აპლოდისმენტები. მოგესალმებით ბუბა კიკაბიძე. რაღაც ვერ ავხედავ, რაც რა შეასო. მე თბილისის უბნებში ბევრი ძმები მყავს, მათი კაცობის მჯერა მეგობრობის მწამს. საქართველოს მარგალიტო ჩემო ქალაქო, მინდა გულში ჩაგიკრა და გელაპარაკო. ძმაკაცებს რომ ვესტუმრები, შონი ღმობის მეგობრები, ოდნავ შებერებულები, მარტო არ მატოვებენ. აი ასე მოვდივარ ჩემი ცხოვრება, თბილისისთვის ეს არის დიდი ქონება. ბუბა შენი ძმობის მიზეზი სიყვარულია და ეს მხნება მრავალგზის გასწინჯულია. თბილისელებს გენაცვალოთ ბუბა ბიძია, მე ვთქვენოთ სიცოცხლე არ შემიძლია. გაგიმარჯოთ ელგუჯებო, ლუგზარებო, სურაბებო, უკეხანში შესულებო, ჩახარავაშ კაცებო. აი ასე მოვდივარ ჩემი ცხოვრება, თბილისისთვის ეს არის დიდი ქონება.
თბილისის სიყვარული რას გაუყვია ქალაქი და ქალაქელი ერთი გოლია თბილისელებს შემოგევლოთ ბომბა ბიძია მე ვთქვენოთ სიცოცხლე არ შემიძლია მე თუ მღერი თქვენთვის მღერი მინდა იყოთ ბედნიერი კიდევ ერთი 100 წელი ყველა რჯულის თბილისელი აი ასე ვიაროთ სიყვარულითა დედაქალაქს დაგილოცავთ წრფელი გულითა na 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 ოთარ ხუტუაშვილი გადასარევი მშვენიერი ვახო უნდა შევაფასოთ ეს იყო ერთი პირდაპირ შემიძლია ვთქვა უცნაური ბუბაკი კაბიძე ვიხილეთ სცენაზე თავის უცნაურ თვისებებით რომელიც აქამდე არ მქონდა ნანახი ეს ის მიჩქმარული თვისებებია რომელიც ოთარმა წარმოაჩინა რა ვიცი მე ამ ყველაფერს რუიანს დაუწერდი დღეს 8 ქულა არ ინერვიულო არაფერი ყველაფერი კარგად იქნება მოდი რასიზმს ნიკა ეს ნიკა ნიკოლოს მე გადავაგრძელო კი გადავაგრძელო კი ბატონო მე ვთვლი რომ როცა დაიწყო მარტო მუსიკა სანამ სიმღერას დაიწყებ და აი იყო ხო უფრო უკეთესი იყო ყოველ შემთხვევაში რა ვიცი ძალიან ისეთი ადამიანი ხართ მხიარული სცენაზე და ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში მე მაგალითად ავახალისებდი მე რო ვიყო ისე ვამბობ რა უბრალოდ იმიტომ რაღაც მაინც ესეთი ენერგია შემოაქვს ხომ ისე ვამბობ კი ბატონო მე გეთანხმებით თქვენ მაგრამ მიტომ არ ხართ ჯიურიში რომ აი ესე ვახალისებთ ხარ კარგით ნუ მე მაინც 9-ს დაგიწერთ მოდი დღეს დიდი მადლობა მივხვდეთ იმისა რომ რიანის დაწერა მინდოდა მშვენიერი ნინო და მე ვინ გეკაჩებოდა მე დაგეწერა არა ეხლა ხუმრობის გარეშე რაც შეეხება დღევანდელ გამოსვლას ანუ კი იყო ბუბაკი კაბიძე მართლა სახალისო იყო რაღაც ელემენტები იყო რაც თქვათ მე სცენას შემიშლება მაგრამ იყო ელემენტები რომელიც მე სცენაზე არ მინახავს ბუბასგან და ეს კარგია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ინდივიდუალობა ქონდა ამ ადამიანს შენარჩუნებული მაგრამ აი გუშინ იმის ისინი ავიღე იმის მანერები ავიღე რაც გუშინი რაც იმან იმღერა ბოლო კონცერტს ისინი მოძრაობები გავაკეთე კი რას გეუბნებოდი და გათავისებული ქონდა მაგრამ სიმღერას რაც შეეხება ცოტა ვფიქრობ თქვენს ანუ ტემპში ცოტა დაბალი იყო თქვენთვის ეს და ცოტა უყურადღებოთ, ანუ ისე გაერთეთ ამ სასცენო იმებით, რომ ცოტა სიმღერა უყურადღებოთ დაგვრჩა, ხო? მე რუიას დავწერდი, მაგრამ წახალისების მიზის მე 9-ს დავწერი, იმიტომ რომ იმდენად მომწონს თქვენ გამოსახულება და კარგ განწყობაზე მაყენებს, რომ არ შემიძლია რაღაცა ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და მეც ასე. აპლოდისმენტები ნინოს 9-ს და გიო გისმენთ. მე ძალიან ვისიამოვნე ამ ნომრით, ძალიან მომეწონა ბატონი ბუბა, ჩვენი უფროსი მეგობარია და ძალიან სათაყვანებელი და საამაყო ქართველია, მე ძალიან მიყვარს ბატონი ვახტანგი და რო ვაკეთებთ მის პაროდიას უკვე ეს დიდი საქმეა და ვიხალისე და თქვენ მინდა რომ мотиваცია მოგცეთ და თქვენი ასაკიდან გამომდინარე, თქვენი სცენაზე გამოსვლის გამომდინარე რომ მობძანდით აქ და აი ესე თამამად წარმოადგინეთ ბატონი ვახტანგი მე ვწერ 10-ს. გადასარევი. მადლობა გიო, მადლობა თქვენ წარმატებას გისურვებთ ჩემო კარგო და შემდეგი გახლავთ მონაწილე ჯემალ ბერიაშვილი, რომელიც ბუჭუნას პაროდიას შემოგთავაზებს. აბა აპლოდისმენტები. ეხმასონოს ჩანებული ბუჭუნასო ამაზები სამყაროში ვიფერფლები დავდნები მექალების რიცხვავარ და უდარდელა და შერი
ნედავროდის დავღვინდები ქვეყანაზე დგავიდე სანამ ხალი არსებებს მეს ვერაფერს გავიგე ნედავროდის დავღვინდები ქვეყანაზე დგავიდე სანამ ხალი არსებებს მეს ვერაფერს გავიგე საუკუნე იზურება სუთები არ დავკარგო ღმერთი არას გვაპატიებს ჩვენ რომ გულს უღალატო განსხვავებულ გზნობაზე ხარ წელი წადის ყველა დრო სანამ იმზიდველები ვართ ერთმანეთი ვიზავო განსხვავებულ გზნობაზე ხარ წელი წადის ყველა დრო სანამ იმზიდველები ვართ ერთმანეთი ვიზავო შამპანიური სვიმაში ვიფერფლები დავდნები ნეხალების რისხვა ვარ და უდარდელად აღშენი კარგად თუ ცუდად გავლიეს ცხოვრების შანსიო ვის აქ დარჩეს დაიკვეთოს საქმეს მან გარჩიო კარგად თუ ცუდად გავლიეს ცხოვრების შანსიო ვის აქ დარჩეს დაიკვეთოს საქმეს მან გარჩიო ბატონი ჯემალი, აი ასეთი გახდათ პრინციპში, სულ ასეთი გახდათ ეს ადამიანი, რაც მახსოვს, გადასარევი იყო და უნდა შევაფასოთ, ვახო. მაინც შენი სათქმელია ახლა. სად იყო აქ ბუჭუნას პაროდია, მაინც ვერ გავიგეთ. როგორ ხო იყო? კი, რა თქმა უნდა იყო. კარგით, ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი, ვისი პაროდიაც გააკეთა დღეს სცენაზე და იმ ადამიანის ხათრით მე დაუწერ 10-იანს. ათიკულა, გადასარევი. შვენიერი ნიკოლოს დიახ მეც ჩემთვის ასიამოვნო იყო მისი სახელის გაგონება უბრალოდ ეს ადამიანი როგორც ვიცით ტრაგიკულად გამოგვაგდა ძალიან და ძალიან სამწუხარო რა თქმა უნდა და მის სახელს არაერთხელ გავიგონებთ ამ პროექტში თუ სხვაგან თუ არ აქვს მნიშვნელობა ძალიან გაგვეხარდება ყველას რა შეეხება ამ გამოსვლას მე რაღაც მომეწონა რაღაც დამაკლდა მე 9-იანს დაგიწებთ დღეს ბატონო ჩემ 9 კულა მოდი ნინო თხოვრო გააგზელო რაც შეეხება ამ სიმღერას ეს არ იყო პაროდია უბრალოდ ეს თქვენ კარგად იმღერეთ ეს სიმღერა ეს არ იყო პაროდია იმიტომ რომ ბუჭუნა უფრო ლაღად იმღერებდა ამას უფრო რაღაც იმოძრავებდა და სხვანაირად შეასრულებდა ალბათ თქვენ არ იცნობთ მას და იმიტომ ანუ მარტო ხმით ეცადეთ რომ ეს რაღაც პაროდია გააკეთებინათ ეს პაროდია არ იყო თუმცა თქვენი ნამღერი ეს მომეწონა და უბრალოდ აი ამ სიმღერის ხათრით დაგიწერთ 10-იანს 10 კულა გადასარევი და გიო გისმენთ სიმღერას რაც შეეხება ეხა მე არ მახსოვს ეს სიმღერა ბუჭუნასი მაგრამ თქვენ რაც მოგისმინეთ შეასრულეთ რაღაცა კარგად იმღერეთ იყო ის ხასიათი იყო ეს პაროდია ამიტომ ამბობ ახლა პაროდიას მე ვერ ვგრძნობ დღეს რაღაც ყველა თავის სიმღერას ვღერის და ყველა თავისას იძახის ამიტომ მეც მომეწონა ძალიან და 10-იანს გიწერთ 10 კულა გადასარევი დიდი მადლობა თქვენ და საინტერესო რამე ბრძანა რომ როგორ არო ვიცნობდიო მის ხელში ვარო გაზრდილიო გაიხარე აპლოდისმენტებით გავაცნოთ იმიტომ რომ არც თუ ისე ურიგო ქულები წაიღო ჟიურისგან და წარმატება მინდა უსრო შემდეგ გამოსვლასაც რომელიც ბატონი თემურ ციკლაურის პაროდიას შემოგთავაზებს ჯონი ყორჩიშვილი შევეგებოთ რატომ ხდება
ნედავასერადო ჩემს ქალაქში დაბრუნებას ნადორობ ნუ თუ მართლა მომერია სევადა რომ დამღალა ოცნებების დევანა ნუ თუ მართლა მომერია სევადა რომ დამღალა ოცნებების დევანა გაქროლე მედალევ ლურჯად ცხენები მე თბილისის აივნებს მოვეფერები სიყვარული დამწვარა ჯრელი ხები გულზე როგორც საკინძე დაგეკერები მოგშოლდე შეჩერდება ძავი ფიქრის მორეს ვერ დავალავს თგვარი მიხარია შენი ხიბლის ხილოვაი თბილისური გიშმაჟური დილა მიხარია შენი ხიბლის ხილოვა თბილისური მაჟური დილა გაქროლე მედალევა ლურჯად ცხენები მე თბილისის აივნებს მოვეფერები სიყვარული დამწვარა ჯრელი ხები გულზე როგორც საკინძე დაგეკერები სიყვარული დამწვარა ჯრელი ხები გულზე როგორც საკინძე დაგეკერები გულზე როგორც საკინძე დაგეკერები გულზე როგორც საკინძე დაგეკერები ჯონი ყორჩიშვილი, დიდი მადლობა. ერთი აზრი გამისთა ჩემ ნინო და შემოგთა მე თავიდან თქვი თუ ვისი პაროდია იქნება და ახლა უბრალოდ მე გეტყვით თუ ვის სიმღერებენ ხოლმე ჩვეულებრივ. მეც ისე ვფიქრობ, რაღაც ძალიან კარგად იმოქმედა ჩვენს კონკურსანტებს და იმან რომ პაროდიის ტურია, იმიტომ რომ ყველა მღერის ძალიან კარგად. და პაროდიის არაფერი არ აქვს. მე მგონი ესეთი სტილი უნდა შემოიჭავოთ ხოლმე. მე ძალიან მომეწონა, პაროდია არ იყო მართლა და თქვათ იმის გამო ვერ დაგაკლებთ ხოლოს რომ არ იყო პაროდია, მომეწონა თქვენი შესრულებით, ნამდვილად არაფერი არ მაქვს, ახლა ისეთი გულიანი ნამღერი იყო. კარგი გემრიელი თბილისური კარგი ნამღერი იყო. 10 ქულას დაგეწევ. მადლობა ნინო. მეც არ დავაკლებ იმის გამო რომ არ იყო პაროდია ნამდვილად, იმიტომ რომ არ არიან ეს ადამიანები არც პროფესიონალი მსახიობები, არც პაროდისტები და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს უნდათ სიმღერა და მოდიან აქ ამ პროექტში და მღერიან გულით. ამიტომ მეც 10-იანს დაუწერ ამ ადამიანებს. 10 ქულა გადასარევი, შენი რა თმიდივად გიოქთ ხო? მაგას ვამბობ, მეც ახლა თემურ ციკლაურის პაროდიის შესრულება ცოტა რთულია იმის ტემბრალურად თვითონ როგორ ჟღერის, მაგრამ ეს ნამღერი გულში მომხვდა და ქართული სიმღერა საერთოდ ამ პროექტში ხა რასაც უყურებ, ყველა მოდის ქართულად ჟღერის და თავის რაღაც გულის ნადებს გვიზიარებს ყველას და სწორედ ჟღერიან, გემრიელად ჟღერიან, თავისებურად ჟღერიან, როგორც ნასწავლი აქვს, როგორც გულში აქვს და გაიხარე ჩემო გააგზელ ესე სიმღერა და მაგაზე კაი არაფერი არ არის ესე გულიანად და მეც 10-იანს გიწევ გაიხარე 10 ქულა მშვენიერი და ნიკოლოზ ჩემო ზიახ მეც ორიოდე სიტყვას დავამატებ ჩემი აზრით ამ ადამიანს მოუხდა ეს სიმღერა რა ძალიან კარგია თუ მომავალშიც გაითვალისწინებს ასეთ რაღაცებს ანუ შეარჩევს ისეთ სიმღერებს რომელიც მასთან ახლოს იქნება მას ტემბრალურადაც ხასიათითაც რაღაც მოუხდება იქნება ძალიან კარგი მეც 10-იანს დაგიწევ დღეს 10 ქულა დიდი მადლობა და გილოცავ ჩემო კარგო და აქვე მინდა აღვნიშნე რაც დაიწყო ქულების დაწერა 40 ქულა პირველი იყო და გილოცავ ჩემო კარგო ასე გააგრძელე ჰამლეტ გონაშვილის
სიმღერა უნდა მოვისვინოთ პირდაპირ ვიტყვი და ვნახოთ რამდენად გამოუვა პაროდი არ ამგონია, მაგრამ ვნახოთ არაჩვეულებრივი ადამიანი ვასილ ნანობაშვილი შეეცდება ამას ყოველ შემთხვევაში. გთხოვთ. საუბრობს. Satsa katendevavoda Ze amokisreps datscheva Gzat uparam tamadim devavo Aruarado arulalo Arulalo daralo Aqsevasam mivala marilze maril samovitana barol savoda Teru dedas gadavekhavi meretsuvil sada tsulsavo aruaralo arulalo Zakis dedavo Sheni gazrudili zakebi mimidis Maril zedavo arulaluda Sheni gazrudili zakebi mimidis Maril zedavo Aruaralo, arulalo, arulalo, aruaralo, aralo, ვასილ ნანობაშვილი დიდი მადლობა. გთხოვთ. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ბრავო. მართლა არ ვიცი, აღფრთოვანებული ვარ, როგორც მე, ასევე ჩვენი მსმენელიც, დარწმუნებული ვარ, გაკვირვებული, აღფრთოვანებული და ძალიან დიდი მადლობა. რამდენად ახლა პაროდია იყო ეს არ იყო პაროდია და არც უნდა ყოფილიყო. რა ვიცი, ყოჩა. ათიკულა. ნუ სათაურად დარჩა პაროდიის ტური. ათიკულა ვახოსგანაც დიდი მადლობა ვახო. გიო. რა უნდა ვთქვა, ეხა პაროდია არ არსებობს ბატონი ჰამლეტ გონაშვილის თვითონ მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს კლასიკა იყო, ეს არის როგორც დედაენა, ისეა ქართულ სიმღერაში, იმ ადამიანის სახელი ოქროს ასოებით არის ჩაბეჭდილი ჩვენ ყველას გულში. და ვთქვათ იმის ხმას რო უსმენდა იმის სიმღერას, სხვაგან მივდივარ და ასტრალში გავდივარ და ეგ არის რომ ქართველი რო გაჩდი ერთ-ერთი რაღაც არის ის სიმღერა რომელსაც ვყერო და მაგრამ ესე ძალიან რთული შესასრულებელი იყო. ეხლა თქვენ ესე გამოხვედით და ესე იმღერეთ არ ვიცი, არც ბანი, არც რაღაც, არც მუსიკა, არაფერი არ ქონდათ აკაპელო, მარტო დადექი და ძალიან რთულია ეს ყველაფერი და მე
ძალიან დიდი მადლობა რომ გადაწყვეტეთ და მობრძანდით და კიდევ ანახეთ ახალგაზრდებს რაც არის ქართული სიმღერა საერთოდ ხალხური სიმღერა და ის ჩვენი რითიც მოვდივარ და რითიც ამაყობს მთელი საქართველო და კიდევ ამბობ რომ ამ პროექტში ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ იმიტომ რომ იმას ვხედავ იმ ქართულს რაც რაღაცეებში მაკლია გაიხარეთ და ღმერთმა გამღეროთ და დიდი ხანი იყავით და ჯანმრთელობას გისურვებთ ათიქულა, დიდი მადლობა გიო, არაჩვეულებრივი სიტყვებისთვის, ასევე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და ნიკოლოზ. დიახ, მეურს არ ვისაუბრებ, მე ვთვლი რომ ძალიან კარგი იყო და დამსახურებული 40 ქულა თქვენ გადასარევი. მადლობა. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ ჩემო კარგო არაჩვეულებრივი განწყობისთვის, დიდი მადლობა. აი ასეთი პროექტი გახლავთ საქართველოს ფანოღი და ეხლა რაც შეეხება პაროდიას, თუ კი გავითვალისწინებთ შემდეგ გამომსვლელს, ქალბატონ ზია ზარქუას, ესე იგი კახეთიდან პირდაპირ საფრანგეთში გადაგვიყვანს და წესით პაროდია ეხლა უნდა ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. ედით პიაფი, ნახოთ რა იქნება. Les amours avec l'autre trémolo balayé pour toujours je repars à zéro non rien de rien ah non loin ne regrette rien ni le bien dans ma peine ქალბატონი მზია ზარქუა. დიდი მადლობა. და მე მგონი რაღაც ის არის ტურიც არის, ეხლა ნამდვილად უნდა შეაფასო. ქალბატონმა მზიამ დაგვანახა პაროდიის ტური ნამდვილად, გილოცავთ ქალბატონო მზია. აპლოდისმენტები დაიმსახურა ნამდვილად. ძალიან ემოციური ქალბატონი. სულ ხوره ხარ. არა, უშავს. ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდით თუ შეიძლება. ძალიან ემოციური ქალბატონია, ამიტომ 10-იანს დაუწერ პირდაპირ რომ ჰაერი მიიღოს პირველი 10. ოცი. მე ფიქრობ რომ რომელი სიმღერა აღარც კი მახსოვს, ჩვენ გადაცემა ალბათ შაბათის დასასრულს უახლოვდება და ეხლა გაიხსნა პაროდიის ტური. მადლობა რომ თქვენ დაგვანახეთ და შეგვახსენეთ ის რომ პაროდიის ტურია. რა ვიცი, იყო კარგი განწყობა, იყო სიცილი, იყო მუსიკა, იყო პაროდია, იყო კარგი განწყობა, ის იყო, გაიხარეთ. ათიქულა, დიდი მადლობა. ხო კარგად მივდივართ? აბა ბარემ კარგად გახადე ეხლა ჩემონიკა. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში დაბალქულას არ დავწერ, ასე რომ ჰაერი საკმარის რო იყო. შეჯეროთ. მე თვითონ სიტყვების
სიტყვებიც მომეწონა ძალიან. კი. დიდი ხანი არ მომისმენი ეს სიმღერა და რო გავიგორე და გავიაზრე რაზია საუბარი ამ სიმღერაში თვითონ. მოდით იმედია არ ვინანებთ რომ დღეს 40 კულა დაგიწერეთ. 10 მომავალ კულა ტურში. კიდევ საერთო ჯამი 40 კულა. ქალბატონომზია წარმატებას გისურვებთ ფრთხილად ზიმბუბულუ ხელმარცხნიღო. მერსი. კომსა ჩემო შუქრი. მოკლედ დღეს გადაცემისთვის ბოლო გამოსვლელი უნდა გამოვაცხადო კონკურსანტი, რომელიც ზალ იმერლიშვილი გახლავთ და დათო კენჭიაშვილის ასე ვთქვათ პაროდია შეეცდება. შენმა სურვილმა დამალია შენზე ფიქრმა და სევადამა შორასასლამ ხშირად გაღარამა გულის თვალებით ხედავამა შენმა სურვილმა დამალია შენზე ფიქრმა და სევადამა შორასასლამ ხშირად გაღარამა გულის თვალებით ხედავამა გულის თვალებით ხედავამა ცაზე და მოდიან წერონი წრივა და ჭარის ჭარადა ვერ ვნახეთ ამათა დილებო ცემლი ჩამამადის ვარადა ცაზე და მოდიან წერონი წრივა და ჭარის ჭარადა ვერ ვნახეთ ამათა დილებო ცრემლი ჩამამადის ვარადა ცრემლი ჩამამადის ვარადა შენ ჩემ გულს ვეღარ მოიგებ ჩემი სათქმელიც ის არის გადამაგდე და დამაგარგე როგორც ჩერქეზმა ის არის შენ ჩემ გულს ვეღარ მოიგებ ჩემი სათქმელიც ის არის გადამაგდე და დამაგარგე როგორც ჩერქეზმა ის არის როგორც ჩერქეზმა ის არის ზალ იმერლიშვილი, მადლობა ზალ და უნდა შევაფასოთ აუცილებლად. მე მომწონს ის რომ წინა ტურებთან შედარებით ძალს ნერვიულობა უფრო მოხსნილი ქონდა, თუმცა ეს პაროდია არ იყო, ჩვეულებრივი სიმღერა იყო, მაგრამ არ იყო განსხვავებული, უფრო მეტი სველოდებოდი შენგან და წაგახალისებ ეხლაც და ბოლო წახალისება ოღონდ შენ, იმიტომ რომ წინა ტურებშიც რაღაც ამ ნერვიულობის გამო რაღაცეები თქვა არ მივაქციეთ ყურადღება და ცხრიას დაგიწერ ეხლა ოღონდ ესეთი ნამღერით უფრო უნდა გამოფხიზდე და უფრო მეტი იმუშავა შენ თავს. 9 კულა, დიდი მადლობა ნინო, გაითვალისწინე ზალ. მიუხედავად იმისა, რომ ზალს ვითვალისწინებ ყველანაირად, ჩემი მიწაწყალია ბოლო-ბოლო, მაგრამ არანაირი ნეპოტიზმი არ გამაჩნია.
ცხოვრებაში. ეგ რა ნეპოტიზმია ხა არც ნათესაური. მიწაწყური ნეპოტიზმის არსებობს ამ პროექტში. მე მაგალითად მოდი მე 9-ს დაუწერ. 9 კულა გადასარევი. მადლობა. იმიტომ რომ მართლა ერთნაირი იყო თავიდან ბოლომდე ეს სიმღერა და შესრულება, რომ აი არაფერი განსხვავებული, არაფერი რაღაცა და წავედი და დამთავრდა, როგორც დაიწყო, ისე დამთავრდა. არ არის პრობლემა. მაპატიეთ. გიო, გისმენთ? რასაც უყურებ, ძალიან მიხარია, ჩემო პატარო, ეს სიმღერიან, ეს ახალგაზრდები იქნებიან, ცოტა ხანში შესული შუახნის ადამიანები, ქართულად ვღერიან, ემღერებათ, მოდიან რაღაცა თავის სათქმელს ამბობენ და ამიტომ მე ბედნიერი ვარ რომ აქა ვარ და ჩემი ქვეყნის შვილებს უყურებ და რომ ემღერება და ღმერთმა დიდხანს მიცეთ ისე რომ სულ სამღერლად კონდეთ საქმე და მე მაგალითად დაუწერ ამ ახალგაზრდა ადამიანს 10-ს. 10 კულა, დიდი მადლობა გიო. მშვენიერი იყო და ნიკოლოზ. ცუდი არ იყო და ნინოს დავითანხმებ იმაში რომ წინა ტურებში უფრო ეთყობოდა ნერვიულობა, მაგრამ ბევრი შემსრულებელი ცოტა ყოფილა ჩვენს პროექტებში ისე რომ უკან მოდის ხოლმე და რახან წინ მივდივართ ეს კარგია და იმედია რომ მომავალში უფრო უკეთ დავიხვეწებით და მეც 9-ს დაგიწერთ 9 კულა. მადლობა, გაიხარ. შვენიერი გილოცავ ჩემო კარგო და მე აქვე მინდა დაგემშვიდობოთ იმ იმედით რომ ხვალ ზუსტად 7 საათზე იგივე აღწე თქვენი საქართველოს ფანორი, თქვენი საყვარელი პროექტი, რა თქმა უნდა დაბრუნდება და ხვალ დიდი საპასუხისმგებლო დღე იქნება, იმიტომ რომ ხვალ გავარკვევთ თუ ვინ დარჩება და ვინ დატოვებს პროექტს. ასე რომ ხვალამდე დროებით